დღევანდელი საჯარო გაშლის თემა იქნება თუ რას გიმალავთ ჩაფიქრებული ადამიანი. გავიგოთ აბა რას საიდუმლო აქვს და რას არ გეუბნებათ. პირველ რიგში გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ეს ადამიანი არის არა მარტო საყვარელი ადამიანი, საჯარო არის და შეუსაბამებ თქვენ სიტუაციას. ეს არის შვილი, მეორე ნახევარი, რომელთანაც არც თუ ისე სასიამოვნო საუბარი გქონდათ ბოლო პერიოდის მანძილზე. კი ბატონო, აქ არის ზუსტად ოჯახი. შესაძლებელია იყოს მეუღლე, მეორე ნახევარი ან შვილი, შვილთან დაკავშირებით. კი, ზუსტად ვისთანაც არის ეს ადამიანი, თქვენ არ გიმხელთ თუ რა უნდა ცხოვრებაში რეალურად. ბოლომდე არ გეხსნებათ ეს ადამიანი. აქ არის შვილთან დაკავშირებით, აქ არის მეორე ნახევართან დაკავშირებით გაითვალისწინეთ. ახლა ამ მომენტში საკმაოდ შინაგანად ადამიანი არის არასტაბილურ მდგომარეობაში. არ იცის რა გააკეთოს. რაღაც სიახლეები უნდა რომ იყოს მის ცხოვრებაში, რაღაც გეგმები აქვს, მაგრამ შიში აქვს იმისა, რომ გაკიცხავენ, შიში აქვს იმისა, რომ არასწორად გაუგებენ, ან შეიძლება მისი სურვილები არ იყოს მიზანშეწონილი. პირდაპირ აქ ამოდის მეუღლე, საყვარელი ქალი, დედასაც კი შესაძლებელია ნიშნავდეს. პირდაპირ მნიშვნელობით აქ არის ის, რომ ადამიანი გიმალავთ საკუთარ სურვილებს, საკუთარ შინაგან სამყაროს, სიმართლე რომ გითხრათ, აი ცვლილებები არის აქ ადამიანის შინაგან სამყაროში, სერიოზული. ანუ ძალიან ბევრს შვილი არ გეხსნებათ სათანადოდ, რადგანაც თქვენში არა მეგობრებს, არამედ სამწუხაროდ ესე რომ ვთქვათ, ზოგიერთისთვის, ანუ აღიქვამს ესე რომ თუ გაეხსნება და თუ მშობლებს დაელაპარაკება და ეტყვის მისი ინტერესების შესახებ, იმასთან დაკავშირებით რომ ვთქვათ, მას აქვს სხვანაირი შეხედულებები, ან იმ პროფესიაზე არ უნდა ჩაბარება და იმ ფაკულტეტზე, სადაც ეუბნებიან მშობლები, რომ არის საჭირო აქ ჩაბარება. გესმით? ეს შესაძლებელია ცხოვრების ძალიან ბევრ სფეროს ეხებოდეს. ამიტომაც ზუსტად საიდუმლო არის ის, რომ გასაღები უნდა იპოვოთ ურთიერთობაში, საუბარში პირველ რიგში. კი ბატონო, სწორედაც თქვენ შორის, ხომ? უნდა მოხდეს კონტაქტი, შინაგანი კონტაქტი, განახლება გჭირდებათ აუცილებლად. ანუ იცით რა არის? უნდა თქვენ თუ გინდათ სტაბილური ურთიერთობა, ჩემო კარგებო, თუ თქვენ გინდათ სტაბილური ურთიერთობა, გქონდეთ ოჯახში, შვილებთან, საკუთარ მეორე ნახევართან, ხომ? პირდაპირ გზავნილი ეს არის თქვენთვის. უნდა მიიღოთ სხვისი აზრები, უნდა მიიღოთ თქვენი შვილი, მეორე ნახევარი, ხომ? ცალკეულ პიროვნებად. უნდა გაანალიზოთ მისი გრძნობები, მისი აზრები, კარგად აწონდაწონოთ და გადახარშოთ. ანუ აქ უფრო მეტად მოდის იცით რა, მიუღებლობა სხვისი აზრების. როდესაც ადამიანს გონია, რომ რადგანაც მისი მეუღლეა, მისი მეორე ნახევარია, მისი შვილია, ის არ არის ცალკეული პიროვნება და გარკვეული სახით უყვართ ხოლმე მშობლებს, როდესაც გაწერილ სცენარს აძლევენ ბავშვს და არ აძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას. გესმით? პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ აქ გჭირდებათ გახსნილობა საკუთარ შვილთან, საკუთარ მეუღლესთან. მსოფლმხედველობა უნდა გაიფართოვოთ უფრო მეტად, გესმით? უნდა ერთმანეთს დაეხმაროთ, ერთმანეთი შეიცნოთ, ერთმანეთი გაიცნოთ. პირველ რიგში იყოთ კარგი მეგობრები, მეუღლისთვის, შვილისთვის, რომ შვილს არ ეშინოდეს და თქვენში იპოვოს მან და თქვენს იპოვოთ თქვენს შვილში, თქვენს მეორე ნახევარში საიმედო მეგობარი, საიმედო ადამიანი, გესმით? აი სწორედ ეს ადამიანი, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით აქ არის შინაგანი ჩაკეტილობა, მიღების შიში, არ გაგების შიში. ასე რომ გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დაამუშავეთ, განახლება გჭირდებათ, ახალი გამოცდილება გჭირდებათ. რაც არ უნდა თქვენთვის უცნაური იყოს, უნდა მიიღოთ თქვენი ადამიანი, თქვენი შვილი, თქვენი მეორე ნახევარი ისეთი, როგორიც არის. მეტად თქვენ შინაგანში ჩაიხედეთ.
გჭირდებათ, აი საჭიროება არის ამისი. კარგად დაფიქრდით, სიბრძნეს იმოქმედეთ და რაც მთავარია სამართლიანად. ვისაც ეხებოდა ეს ინფორმაცია, ის მიიღებს სიკეთეში, სიხარულში და ბედნიერებაში. აბა თქვენ იცით.